დიამშტობის ახალხო. მარა სამსახური ჩემი არა. ანუ ერთი თვე ხოლოდ. ერთი თვე აუ და გავაკეთე. გუშინ ვერ ჩავწერე ვერაფერს. მაინც ხეც პირველი დღე რო ეს თან კიდე ცოტა ეს მომავალს ეგ სახში მაქვს კამერები. ყველგან ორდაუნდენ ეს პაპარაცები არ ვიცი. სამზარეყი აქ ამ ოთახში და დევოს ოთახში. ხო, მე ხოც დისკომფორტს არ მიქმნის. It's კამერით დავდია. მაინც მეგონიძახეს. ეს არის ერთადერთი ბებო, რომელიც ჩემს სახელს ნამდვილ სახელს მეძახის. კეთის. აქ მუშაობს ქართველი გოგო. ხო. გუშინ მეუბნება ამის შვილი, რომ ისო, კეთიო საქართველოშიო მონაზვნებივით ცხოვრობთო. ქალსო უფლება არ აქვსო დეკოლტე ჩაიცვასო და მსგავსი რაღაცა.
უსმენ ახლა ამ პატრიციას და რას ეძახი ხო ის გოგო ესე იძახის ჩვენო ქართველებსო ვიცა გვაცვიაო ყელიანებიო არ გვაცვიაო მოკლეებიო ქართველი ქალი ქმარს ვერ გაშორდებაო 18 წლამდე ბავშვებს შეყურებული არ ყავთო ისე საინტერესო ყოფილა მეც დამაინტერესა მე თქვი რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ ანუ ქვის ხანაში დაგვახასიათა ეს არ არის პატრიოტს ეს არის ქვის ხანა ეს არ არის ადათ-წესები ეს არის სხვა არა მე ვთქვი ქართველები ვართ იგივენაირად როგორც იტალიელები მე გამოსული ხალხი ვართ და მას დაშორდა ქალი მე ვთქვი ნორმალურია მეორედ გათხოვდეს თქო დრას ქვია დეკოლტე რა ზღვაზე არ დავდივართ მე ვთქვი ზღვაზეც დავდივართ დეკოლტეც გვაცვია და შორტიც გვაცვია მე ვთქვი და ის გოგო აი ჩვენ კომუნისტებს ვეძახით აქანტიკებს ეძახიან და ისო ანტიკურის ქონდაო აი გოგო განაცუდად თქვა ცუდად არ დაუხასიათებია მე კარგად ახასიათა უბრალოდ ეს კომუნისტური წყობის ფიქრები აქვს ამ გოგოს ხო და რაღაცაზეც რო ლაპარაკობდით ეს გოგო რო იყო აქ რომ მოვედი პირველ დღეს რაღაცას მოყვა და ანუ ანტონიო ვახსენე და მე ვთხარი როგორ იყო იცი აბსოლუტურად სხვა სამყარო დავინახე ამ ადამიანთან თქო რა მაგასო რატო იძახიო რატო ეუბნებიო ჩვენი ქართველა ვიციო ქართველი პატრიოტი ხარ ყველა პატრიოტობა სხვა მე რა შეხებაც მქონდა და რა გამოცდილება თუ რავი რაც მქონდა მე ის ვთქვი ცუდი არაფერი ქართველებს ცუდს როგორ ვიტყვი ზოგადად რა ეს ამბავი ხო და ისაო ჩემი ქმარიო საოცარი ადამიანია რა ძალიან აქო და ადი და თან ამ გოგოს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები სიმსივნე ქონდა გადატანილი ცირა არ მესმის მე არავის განკითხვას არ ვაპირებ და ჩემი საქმე არ არის მაგრამ თუ ესეთი საოცარი ქმარი გყავს თუ ესეთი არ უნდა ვაძაგოთ ჩვენი ქართველი არც მამრი და არც მდედრი და რაღაცა მით უმეტეს პრობლემაც რო გაქვს მე ვფიქრობ საოცარი მეუღლე ქალს ემიგრაციაში რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს არ გამოუშვებს და პლუს ამას 16-14 და 7 წლის გოგო როცა გყავს მშობელს დედას არ დააშორებ თუ ესეთი კარგი მეუღლე ხარ ხო ეს ხო და რაღაცა სიტყვი და მე წვინთ არაფერი არ მithქვია ჩემი გადმოსახედიდან ისე ხა საოცარი მეუღლე ქალს ემიგრაციაში არ გამოუშვებს თან მით უმეტეს ქალს რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს სამს შვილს არ დაატოვებინებს და ეტყვის მე წავალ შენი ყავი ხო ესეა აი მე ქალებო
ერთი თვე აქ ვიქნები და სავარაუდოდ მე ბარში დავიწყებ მუშაობას. გუშინ ბარის მეპატრონის ვესაუბრე. ხო და თუ დავიწყებ ბარში მუშაობას, დავიწყებ მხოლოდ ვიმუშავებ დილის 7-დან შუა დღის პირველ საათამდე. ნორმალურია. ავეცავთ უკვე და ქალებო. ეხლა უცბად ყავას დავდა, მაგრამ სიგარეტს მოწევ. მე საქმეს შევადგენ. გაღებული მაქვს კარები ვანიავებ. ჩაგინინი პუმ პუმ. ყველა სამსახურს სადაც ვშოვდი, დილა იწყებოდა ყავით. გუშინ აკდელა ყავით არ დაწყებოდა. და დღეს მინდა დავიწყო ყავით, ხაბებიას წამალი მივეცი. და საწოლში ადგება 15 წუთში ყავის დალევას მოვასწრებ, რა თქმა უნდა. და შევდგები საქმეს. Lilja. Dem თავარი ეს არის თორე. ეკ. ზენაღრიას ყველა. იცი თავარი ხია სხვათა შორის. ვიჭრედოთ. დილით წინს კლავდა. იქ ჩავიცოცხლე ძველები ჯერთ. ოკეი. მას. ხოდა? პატარა შტატივი მინდა. პაწუა რამე. გოგომ შეიძლება ის უთხრა ქართველების სიგარეტს არ ვეწევით, ანუ ეხა მე ამ ოჯახის წევრებისთვის არ მithქვამს რომ ვეწევი. ასე ამოვდივარ ტერასაზე და ვაბოლებ ხოლმე 2-3-ჯერ. კარგი არის რომ ნაკლებს ვეწევი. აი მე ისეთი დუშკა დაყავს ამბებოს. ეს ზამშვიდია. ის ქაჯანაა მეორე 88 წლის არის და აი როგორ გიძა შენო რატო იტყუები რომ სამი შვილი ყავს 36 წლის 24 წლის ხარო შენო აფელისტი გოგო მარა დუშკა არის აფერისტი ეძახშელა ძალიან საყვარლო ბაბებოა გუშინ არ მოვიდა ყოველდღე მოდის ხო აქ საერთოდ როგორ არის კამპანიაში ნამუშევარი ხალხი ძალიან ჯანზე არიან ანუ რაც უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა გაქვს გავლილი ხო შენ ცხოვრებაში მით უფრო მოხდილი და ისეთი ხარ რა სიგარეში ეს ჩემ ბებუარი ძალიან ნაზი
სათუთი რაღაცნაირი ხა აქ სამუშაო დრო როგორი მაქვს ცი დილის 9-ზე მოვდივარ პირველზე ვრჩები 4-ზე მოვდივარ 9 საათში უკან მივდივარ მე 6-ს 9-ზე უკან ბრუნდები 9-ზე 9-ზე ვრჩები მოკნილი გრაფიკი ოთრავი ასახი ესეთი გრაფიკი მაქვს და 15 ზომა აქვს ფეხი ამის შვილს ქალა და ვირი. ასე ყავა გავჩით. ეხლა რო ჩავალ ბაბუშკას ეგრევე ერთზეს გავუთბობ. კაპუჩინო სოს. ზესთან ერთად. არა უფრო სწორად რძესთან ერთად კი იმენა კაპუჩინო სოს დილით რძე არა. ყავები რომ არის ხო იცით. 3 ერთში მაგას ვუხსნი რძეში. და ბისკოტი. მერე დაუბან. მერე დღეს საჭმელი არ უნდა გაუკეთებებია საფტკები მოვალაგებ. გემრიელად. ესე გავა დრო. ესე გამყავს დრო. დალაგებაში. ჭიდების გადაფრენა ხალხო. თეთრ რამდენია? საჭმელი ხართ? რამე ხო არ ხდება ხა? და გარბია. პირველი ჭიდები გარბია ხო ეს? და ცხოველი. კორწილი ხო არა ჭიდების, მაგ დროს იციან. რას ეძახიან მაგას? აი რას ეძახი გასახელი ქვია და მომწყდა. ჭიდების კორწილს რა ქვია? დამიწერეთ. მეც კი გამახსენდება, მაგრამ მაინც აი ეს ამ გოგოს მაღლა ტერასა გააქვს, თქო ეს გოგო მუშაობდა 2 თვე აქ. ხოდა მე რა ვიცია 2 თვე მუშაობდა სახლი არ აქვს თვალიარებული ცოტა ისეთი თემა აბა გამიშვი მე უთხარი